მე ამ სტუდენტებს ვიცნობდა პრინციპში ძალიან კარგი ურთიერთობა მაგ და ძალიან მომწონს. ყოველ შემთხვევაში ორი სტუდენტი აქედან არის ერთი არის სანდრო, მეორე არის ლევანი, რომელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მგონია ძალიან კაი ადამიანები არიან. ამასთან ერთად ისინი მოყვნენ ვითარებაში, სადაც სახელმწიფომ ბუნებრივად უნდა დაიცვას როგორც საკუთარი მოქალაქეები, ისევე წესები. იქ მე რამდენადაც ვიცი, არც ლევანი, არც სანდრო არ იყო ჩართული, მაგრამ მოხდა იქ შემთხვევებში აგრესიის გამოვლენა. ეხლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ ის იყო პროვოკაცია, რომ რაღაცა გაგიგმირი იყო, მაგრამ როდესაც შენ ქუჩაში გამოდიხარ, ვალდებული ხარ პასუხისმგებლობა აიღო თუნდაც პროვოკაციის აღკვეთაზე. მოხდა პოლიციელების შეურაცხყოფა და საბოლოოდ მე ხა დეტალები არ ვიცი, მაგრამ არ მინახავს რამდენიმე ერთი ის იმას უყურებდი, ერთი ჟურნალისტის გადაღებული იყო. არ ვიცი თქვენ დანახი გაქვთ თუ არა, YouTube-ზე ვნახე, ერთ-ერთი ჟურნალისტი ისეთ ისტერიაში, რომ მე მგონია რომ თავს აიფეთქებს ბოლოს. ესეც არანორმალურია, ეს აბსოლუტურ ისტერიაში დაძდევს პოლიციელებს და უყვინეს. და ეს არ ვიცი, სისწრაფეში არ ვიცი, რა აჩქარებით დამბოდა ეს კაცი, კაცი ხო? და ამ კადრებს უყურე, სხვა კადრები ნანახი არ მაქვს, ველაპარაკე შინაგან საქმეთა მინისტრმა მან მითხრა პოლიციის შეურაცხყოფის თაობაზე და ეს კადრებიც არის, როგორც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციას და მე არ ამგონია რომ ეს კადრები უნდა ეხლა საჯარო გავხადოთ ამაზე. მაგრამ აი საბოლოოდ რომ მივიდეთ ამ ინციდენტის გარჩევამდე სამწუხარო არის რა იცით რომ აი ვინმე თუ იცის რაზე იყო მიდილი. მე არ ვიცი. პოლიციამ არ იცის, უშიშროებამ არ იცის, დაზვერვამ არ იცის, კონდაზვერვამ არ იცის, წერილ ამაზე ფიქრობს, ებერმა არ იცის და არავინ არ იცის რის გამო იყო მიტინგი. რა? შრომის რა? შრომის კოდექსში ცვლილებები არ მოსწონ? შრომის კოდექსი რო იცით რომ შრომის კოდექსზე ახლა შესულია ახალი შრომის კოდექსი პარლამენტში. რა არ მოსწონ? ძველი შრომის კოდექსი არ მოსწონ? ხო, ცვლილებები შესულია პარლამენტში. მაგაშია საქმე. და ახლა სწორედ მაგას გეუბნები, ძალიან კარგი ადამიანები არიან ეს. კარგი ადამიანები არიან ეს ლევანის და სანდროს და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან და ვფიქრობ რომ ისინი არიან ისეთი მოქალაქეები, ვინც აი რაღაცა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში. მაგრამ რეალურად პოლიტიკურ პროცესში ჩვენ ვიცით მარტო სკანდალი და შინაარსი რის გამო იყო პოლიტიკურ პროცესი, ან სკანდალი რის გამო მოხდა, არავინ არ იცის.